თეოდორე სტუდიელი. ორშაბათსა პირველსა შვიდეულისასა, მარხვისათვის და უვნებელობისა, რომელიც თქვა დაწყებასა მარხვათასა. ძმანო და მამანო, მარხვისა ესე ჟამი ყოველსავე წელიწადსა შინა შეერთებული, მსგავსარს ნავცაყუდელსა რასამე უღელვოსა, რომელსა შინა შევლენან ყოველნი კაცნი და იშვებენ მყუდროებითა სულიერითა, რამე თუ არა ხოლო თუ მონაზონთა, არამედ ერისკაცთაცა მცირედთა და დიდთა, მპყრობელთა და მპყრობელთა, მეფეთა და მთავართა, მღვდელმთავართა და მღვდელთა და ყოველსავე հասაკისა და ყოველისავე ნათესავისა მაცხოვარი არს წინამდებარე ესე ჟამი. რამე თუ ქალაქნი და სოფელნი დასცხრებიან ამიერიდან შფოთთა და ამბოხებათაგან და მათ წინ იწყებენ ფსალმუნებად და დიდების მეტყველებად და ლოცვად და ვედრებად, რომელთა მიერ მოწყალე ქმნილი სახიერი ღმერთი ჩვენი მშვიდობასა ჰყოფს სულთა ჩვენთათვის. უკე თუ წადიერითა გულითა შიშით და ძრწოლით შეურდეთ და ვსტიროდეთ მის წინაშე და შემდგომითი შემდგომად წარმართებასა აღუთქმიდეთ უმჯობესისა მიმართ, არამედ ერთა მორწმუნეთა განმგენი ეკლესიათანი ასწავებენ ჯეროვანსა, რამე თუ უხმს ვითარცა სარბიელსა შინა მორბედთა თანამოღვაწეთა მიერ განმხნობაი. ეგრეთვე მარხველთა მოძღვართა მიერ ნუგეშინის ცემაი, ხოლო მე ვინაიდან პატიოსნებისა თქვენისა თავად დავიდგინე, თქვენ და მომართცა ვიტყოდე შემოკლებულად. მარხვა უკვე განმაახლებელი არს სულისა, რამე თუ იტყვის მოციქული, რაოდენ გარეშე ესე კაცი ჩვენი განიხრწნების, ეგეოდენ შინაგანი განახლდების და უკე თუ განახლდების, საცნაურ არს ვითარმეთ განშვენდებისა პირველისა მისებრ სიკეთისა და რაჟამს განშვენდეს სიყვარულად თავისა თვისისა მოიზიდავს. რომელმან იგი თქვა, მე და მამა მოვიდეთ და სავანე მისთანა ვყოთ. აწ უკვე ვინაიდან ესე ვითარიარს მადლი მარხვისა, ვიდრეღა სამკვიდრებელ ღვთისა ყოფ ჩვენ სახიერი ღმერთი, თანაგვაც შეწყნარება იმისი ძმანო. ნუ შევსწუხდებით საუზმისათვის და ლიტონებისა ჭამათთასა. უწყით რამე თუ უფალსა დაღათუ ძალედვა მრავალთა სანოვაგეთა მიერ გამოზრდაი ათასეულთა მათ უდაბნოსა ზედა, არამედ პურითა ხოლო და წყლითა ისტუმრნა და ვინაიდან უჩვეულობაი გულსმოდგინებისა მიერ მოლბეს, მიერიდან შეწუხებულ იქმნების. ხოლო მარხვა არა ჭამათთა შინა შემოისაზღვრების, არამედ ყოვლისა ბოროტისა განსაზღვრებასა, ვითარცა საღვრთოთა მამათა ჩვენთა თქვეს. განვეყენეთ უკვე გევედრები მოწყინებასა, დახსნილებასა, მცონარებასა, შურსა, ხდომასა, ბოროტის ჩვეულებასა, თვითსჯულობასა, თავხედობასა და უფროსღა განვეშორეთ წარმწყმედელსა გულისთქმასა, რამე თუ დაღაცა თუ ვიმარხვიდეთ, ზედა დაგვესხმის ჩვენ მრავალთავი ესე გველი. ვისმინოთ მეტყველისა მის, ვითარმეთ შვენიერ იყო ხილვად და კეთილსაჭმლად, რომელმან იგი მომაკვდინა მე ნაყოფმან და იხილეთ რამე თუ შვენიერს თქვა ხილვად და არა ბუნებით. რამე თუ ვითარცა ვინ მიიღოს მარცვალი ბროწეულისა შვენიერი და ფეროვანი და პოვის დამპალ, ეგრეთვე სახეთ გულისთქმაი იჩემებს სიტკბოებასა მიუთხრობელსა და ვინაიდან მიღებულ იქმნას უმწარეს ნაღულისა იპოვების და აღლესულ უფრო ის მახვილისა ორპირისა, შემჭამელ ტკივნეულისა მის სულისა, ვითარცა შეემთხვია პირველსა მამასა ადამს, შეიტყვა რა გველისა მიერ,
რამე თუ ვინაიდან შეეხო დაყენებულსა მას ჭამათსა, ყოფა ცხოვრებისა წილ სიკვდილი. ესევე შეემთხვია მიერიდან და ვიდრემდე აქამომდე ყოველთავე მსგავსად მისსა ვეშაპისა მიერ ცდუნებულთა, რამე თუ ვითარცა იგი ბნელ არს და შეიცვალების ანგელოსად ნათლისად, ეგრეთვე იცის შეცვალება ბოროტისა კეთილად და მწარისა ტკბილად და ბნელისა ნათლად, უშვერისა მშვენიერებად და სასიკვდინოისა საცხოვრებელად და ამის მიერ ცდუნებად სოფლისა მარადღე არადასცხრების ყოლად ბოროტი იგი. არამედ ჩვენც მანო ნუ შევცდებით მრავალ ფერთამად საცთურთა მისთაგან და ნუმცა შეგვემთხვევის სახედ მფრინველთა, რომელნი იგი ხილულსა მას ჭამათსა უძღებებით მივლენ და შთავარდებიან მახესა მონადირეთასა, არამედ განვარჩევდეთ საბურველსა მას სიბოროტისასა გონებითა, რათა შიშულად ვიხილოთ ბოროტი და მოსწრაფებით ვილტოდეთ მისგან. ამათ თანა კეთილად მოსწრაფე ვიყვნეთ, ჟამითი ჟამად ფსალმუნებასა, გულსმოდგინებით დიდების მეტყველებასა, განკრძალულ წიგნის კითხვასა, წადიერად მუხტ დრეკასა, რიცხვისაებრ მოცემულისა თვითეულისა ჟამისა, მოქმედ თვისითა ხელითა, რამე თუ კეთილ არს საქმე, რამე თუ უქმისა არაჭამაი განწესებულ არს. ურთიერთ არს სიმძიმე ვიტვირთოთ, რამე თუ რომელიმე უძლურ არს, ხოლო რომელიმე ძლიერ ჭამისთვისსა და სმისა და სხვათაცა საქმეთა და არა ვეშურებოდეთ უკეთურებასა, არამედ ვეშურებოდეთ კეთილსა და ვიყვნეთ ყოველთაშინა ტკბილ ურთიერთარს, მოწყალე, მყუდრო, მორჩილ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთათა და მშვიდობა მან ღვთისამან, რომელი ხმაც ყოველთა გონებათა შეზღუდენინ გულნი თქვენი, რათა აწინდელსა ამის ჟამსა ღირს ვიქმნეთ უბრალოდ მიწევნად საუფლოსა მას დღესა აღდგომისასა, ხოლო მეორესა მას საუკუნესა აღდგომასა მკვდართასა მიმთხვევად ზეცათა სასუფეველსა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.